ამბავი იმისა თუ როგორ გავიცანი რორი. ვიმარაგოთ ჩაი, ან ყავა. ეხლა ღამე შემოვიდა რა თქმა უნდა ჩაი. და დავიწყოთ. It feels weird when you are here and I'm talking about it. ეს ამბავი TikTok-ის ინგლისურ channel-ზე მაქვს გაზიარებული ინგლისურად და არ ვიცი რატომღაც არ მინდოდა რომ გამეზიარებინა ქართულზე. რაღაცნაირად იცით რა არის, იმდენად მაინც პირადული თემა არის, რომ არაკომფორტულად გვრძნო nobody ამ ყველაფრის ქართულად გაზიარებას. არ ვიცი, მოკლედ როგორ შეიძლება ახსნა, მაგრამ სავარაუდოდ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. მაგრამ რადგანაც გადავწყვეტე რომ ჩემი YouTube არხი მინდა რომ უფრო მეტად ამოვქაჩო, მინდა რომ ძალიან ბევრი კონტენტი გავაკეთო ამ მიმართულებითაც, რატომაც არა ვიფიქრე, მოდი დავიწყოთ ამით, იმიტომ რომ მგონი რომ ბევრს აინტერესებს. 6 წლის წინ გაცვლითი პროგრამით წავედი დიდ ბრიტანეთში. ეს არ იყო ინგლისის მხარეს, ეს იყო შოტლანდიაში და ამ პერიოდში, ანუ ამ ერთი სემესტრის განმავლობაში გავატარე ალბათ ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდი. ყველა კუთხე ძალიან კარგი იყო, ძალიან გავიზარდე და ზოგადად მგონია რომ ეს გამოცდილება, რასაც ქვია უცხოეთში ცხოვრების გამოცდილება, ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა გამოსცადოს აი ამ პატარა ასაკში. იმიტომ რომ ამ დროს დამოუკიდებლობასთან ერთად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რამეს სწავლობ. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ალბათ ასე სწრაფად რაღაც პატარა მონაკვეთში არასდროს არ გავზრდილ. როდესაც მოვჭი სწავლას, გადავწყვეტე რომ მე მოგზაურა. იცით თქვენ რომ გაერთიანებულ სამეფოში გვჭირდება ვიზა და მინდოდა რომ მე არ ვიცოდი როდის დაუბრუნდებოდი, ეს მართლა გითხრათ არც მიფიქრე რომ დაუბრუნდებოდი ამ ქვეყანაში, თუმცა ძალიან მინდოდა რომ დაუბრუნებულიყავი და იქიდან გამომდინარე რომ ვიზა საჭიროა და ასე შემდეგ, ვფიქრობდი რომ როდის ავიღებ ამ ვიზას, მოდი ავდგები ახლა და ვიმოგზაურებ კარგად და მე გული არ დამწყდება რომ ჩასული ვიყავი სასწავლებლად და მაინც არაფერი არ მინახავს. რამდენიმე ადგილას ვიყავი შოტლანდიაში და შემდგომ უკვე გადავინაცვლე ინგლისისკენ, სადაც მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები ვნახე. მათ შორის ოქსფორდი, კემბრიჯი, ბლა ბლა ბლა. და რა თქმა უნდა, მინდოდა რომ ძალიან კარგად მინახა. ლონდონი ბევრი თავისი ღირსშესანიშნაობებით და ამ ღირსშესანიშნაობებს შორის, რა თქმა უნდა, არის მიუზიკლები და თეატრი. ხო და აი ესე ამ მოგზაურობაში უკვე მოვიდა ბოლო დღე, მე ვცხოვრობდი ლონდონში ყოფნის პერიოდში, დაახლოებით 2 კვირა გავატარე ლონდონში, ჩემს ნათესავთან და აი ბოლო დღე როდესაც იყო, ჩემ ერთ-ერთმა მეგობარმა ინგლისელმა დამპატიჟა მიუზიკლზე და ძალიან გამიხარდა კოვენ გარდენზე, მოკლედ გამოვიპრანჭე და ასე შემდეგ და ძალიან ახელვებული და აღფრთოვანებული ვიყავი და საკმაოდ ადრე მივედი ამ ტერიტორიაზე, ამიტომაც გადავწყვეტე რომ ეს დრო დამეხარჯა რამეში კი არა და ჩემთვის მნიშვნელოვანი აქტივობა იყო, რომ საერთოდ კიდევ ერთხელ მინახა და ჩამესუნთქვა ლონდონი, იმიტომ რომ სასწაულად მომეწყნა მაშინ მახსოვს და ამიტომაც იმ ცნობილ ტურისტულ ადგილებს მივადექი, რომლებიც უკვე რა ვიცი, მე მგონი 15 ჯერ მქონდა იქამდე ნანახი, ანუ ბიგ ბენზე მაქვს საუბარი, ვესტმინსტერზე და ასე შემდეგ. და თან იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად მაინც სოლო მოგზაური ვიყავი, ესე ჩემთან ერთად სხვა ადამიანი შვედად იყო ხოლმე, ფოტოები არ მქონდა, ასე ვთქვათ და თან გული მწყდებოდა, რომ მეთქი აი რატო აქაც მინდა ფოტო, იქაც მინდა და მოკლედ ამ ადგილებში, მიუხედავად იმისა, რომ საღამოს საათები იყო, ადამიანებს ვთხოვდი, რომ ფოტოები გადაიღოთ ჩემთვის და ერთ-ერთი ადგილი, რომელსაც მივადექი, ეს იყო ვესტმინსტერის სააბატო გეცოდინებას, ეს ცნობილი ტაძარი და ფოტოს გადაღება მინდოდა, ესე გავჩერდი. რამდენიმე წუთის განმავლობაში ჯერ არავინ არ გამოიარა და თუ კი ვინმე გამოვლიდა, იმდენად სწრაფად მოძრაობდა ხალხი, ხვდებით რომ ეს არის საკმაოდ ესეთი ბიზნეს გარემო არის აქა, პარლამენტი, სამინისტროები და ასე შემდეგ, არავის შემთთვის არ სალია მოკლედ და კონკრეტულად ან სიცივეა, წარმოვიდგინეთ იანვარია, 7 იანვარი ჩემი საყვარელი დღესასწაული შობა. და მოკლედ საბოლოო ჯამში მახსოვს რომ გამოიარა ერთმა გოგონა, ხო, კიდე ხარ უნდა ვთქვა დისკლეიმერი აქვე, მე არასდროს არ ვთხოვდი ბიჭებს ფოტოების გადაღებას, იმიტომ რომ ჯერ ხო სასტიკ ფოტოებს იღებენ და მე ყველაფერს ემატება ისიც რომ გეპრანჭებიან აქ და მე ამის სურვილი თავი ნამდვილად არ მქონდა გულწრფელად გეუბნებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ვფიქრობ. მახსოვს გამოიარა ერთმა გოგონამ
რომელსაც ვთხოვე ფოტოს გადაღება და კიო მითხრა, მაგრამ ხედავ რომ ხელში უჭირავს ბანანი და აი ჭამას აპირებდა და მე ხელი შეუშალე და ძალიან მეუხერხულა ეს მომენტი, ამიტომაც ამგვარად ვთქვა მეთქი იყოს მეთქი არ მინდა სხვა ხო თქო და კაიო ეხა ამასაც ძალიან არ მომდომებია და აი ეს სხვა უცებ აღმოჩნდა რორი, იმიტომ რომ ეს ჩქარა მიდიოდა, მახსოვს უნდა გადაეჭრა გზად და გავაჩერე და მეთქი გაჩერდი თუ შეიძლება ფოტო უნდა გადამიღოთ. გოგო აღარ მაინტერესებდა, იმიტომ რომ მეჩქარებოდა და ფოტო ძალიან მინდოდა და ნუ სხვა არც არავინ არ გამოდიოდა მაგ მომენტში და მახსოვს რომ ის გაუცებული სახე, თან მახსოვს ასე ყურსასმენები ეკეთა, მოიხსნა, გაერკვა სიტუაციაში რა ხდებოდა. და კაიო გადაგიღებო. და გადამიღო ფოტოები, ეგ სადღაც განვათავსებ, მოდი ამ ფოტოებს რო ნახოთ. ეს ფოტოები დღის ნათლიან ფოტოებს არ უნახავს იმ პერიოდში, ნუ მე კი უკვე რაღაც, იმიტომ რომ მოგონება იყო, თუმცა საშინელება იყო უბრალოდ ხარისხიც, ეხა ბუნებრივად არ ტელეფონის იყო მაინც კარგი და რეალურად მარტო ტელეფონის ხარისხზე არ იყო საუბარი, ღამე იყო. და ნუ ახლა ფოტოგრაფიც მე აღმოჩნდა, მეც კარგი არ იყო. დავლიოთ ერთი ჩაი. საბოლოო ჯამში როგორც ხდება ხოლმე, მკითხა თუ საიდან ვიყავი, ვუთხარი ვიყავი საქართველოდან და მომემზადე პასუხისთვის, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის იმ პერიოდის განმავლობაში თან განსაკუთრებულად შოტლანდიაში ყოველთვის როდესაც ვამბობ ვიყავი საქართველოდან, ნუ ასოციაცია თავისთავად რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა იყო ამერიკის შეერთებული შტატების, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გაიცინე კიდეც რამდენიმე ადამიანმა და ჩათვალა რომ ხუმრობდი, რაც ცოტა შეურაცხმყოფელიც იყო სიმართლე გითხრათ და მოკლედ მომემზადე იმისთვის რომ თქვა რომ ის ჯორჯია არა, ეს არის ქვეყანა ისეს და მეუბნება რომ უიცი მე იმ საქართველოში 3 კვირის წინ ვიყავი და მეთქი ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც შევხვდი ინგლისელს, რომელმაც არათუ საქართველოს შესახებ იცოდა რაღაც, ნამყოფიც კი იყო ამ ქვეყანაში. შემდეგ მახსოვს მე მქონდა ჩანთამ, რომელზეც ოკუპირებული ტერიტორიები ჩანდა, როდესაც მკითხა თუ საიდან ვიყავი ვაჩვენე რომ მეთქი ამ ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთიდან თქო ძალიან მოეწონა ეს ჩანთა როგორ მახსოვს და მოკლედ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, გამიზიარეთ თავისი შთაბეჭდილებები საქართველოსზე და შემდეგ რადგანაც ესე გაჩერებული ვიყავი ჩუაქსაზე ну, ტროტუარზე, ასე ვთქვათ, და ცოტა ვაფერხებდით მოძრაობას, შემომთავაზა, რომ მოდიო თუ ვინდა დავსხეთო პაპშიო და განვაგრძელო საუბარიო და მე სამწუხაროდ ამას ვერ შევძლებდი, ვუმობოდიშევ და აუხსენი, რომ მივდიოდი სპექტაკლზე. ჩაი. რასაც ძალიან დასწყდა გული და სიმართლე გითხრათ, ანუ მე არ მინდოდა, რომ ისე გამოსულდა თითქოს ისე ეფიქრად თქოს ვატყუებდი და ამიტომაც ჩემივე ინიციატივით შევთავაზე, რომ სოციალური ქსელები გაგვეცვალა და თუ კი საქართველოში ოდესმე კიდე დააპირებდა ჩამოსვლას, ძალიან დიდი სიამოვნებით ვასწავლდი ძალიან ბევრ კარგ ადგილს, იმიტომ რომ როგორც მითხრა, მაშინ იყო ნამყოფი თბილისში, ცხეთაში, ну თბილისსა და ყაზბეგში უოჭველი. ეს ორი უჭველი მახსოვს. ნუ ძალიან ტურისტულ ადგილებში ასე ვთქვა და მეთქი მე ძალიან ბევრ საინტერესო ადგილს მიგასწავლეთ და განსაკუთრებულად თუ ლაშქრობები მიყვარს, იმიტომ რომ მე ლაშქრობები ძალიან მიყვარს. ასე გავცვალეთ Facebook-ი. მე დავემშვიდობე და ეს საკმაოდ საინტერესო განცდებით წამოვედი, დავესწარი მუსიკს, რომელიც იყო სასწაული, ძალიან დიდი ემოციებით დავრუნდი სახლში, მახსოვს მაშინ რაღაცა მომწერა კიდეც, ხო, კარგი იქნებოდა რომ უფრო ადრე გამეცანიო, ხო, რაღაცა გულდაწყვეტის მომენტი მეც მქონდა, იმიტომ რომ და ძალიან საინტერესო ადამიანი გავიცანი, ხა, არაფერი არ მიფიქრია, გულწრფელად რო გითხრათ, იმიტომ რომ რას წარმოვიდგენდი. მაგრამ ხო ესე ძალიან გულწრფელი ემოციებით, სასიამოვნო განცდებით, ნამდვილად დავშვერდი ადამიანს. რამდენიმე საათი უკვე ჩავბარგდი და დავიწყე უკვე გამოფრენა და მახსოვს რომ უკვე აეროპორტის გზაზე რო ვიყავით, ერთმანეთს ბევრ საინტერესო რაღაცას ვწერდით, ასე ვთქვათ რა. მე რაზეც მწყდებოდა ერთ-ერთი გული იყო ის, რომ იმ პერიოდში, როდესაც ვიყავი ინგლისში, ვერ წავედი Stonehenge-ზე.
Stonehenge-ის ნახვა მინდოდა სასწაულად და რაღაცა ფოტო ჩამიგდო თვითონ, სადაც დრუიდების ფორმაში იყო გამოწყობილი და მეთქი რა მაგარია, იმედი ოდესმე დაბრუნდები და აუცილებლად დაბრუნდები, მეთქი ხო აბა რა და რაღაც ეგეთები და მე წამოვედი, მე მქონდა ევროტური, რამდენიმე ქვეყანაში გადავედი და ეს დაბრუნდი საქართველოში. ასე რომ და საინტერესო დამთხოვა იყო ნამდვილად და ეხლა რას იფიქრებ თქვენ რამეს მსგავს მე ვერ ვიფიქრებდი, იმიტომ რომ იცი რა, ეხლა მაგალითად გერმანია, რაღაც ევროკავშირის ქვეყნები კიდე რაღაც უფრო ახლოდ გვეჩვენება, მაგრამ დიდი ბრიტანეთი ჩემთვის ესე ახლოდ წარმოსადგენი ნამდვილად არ იყო, ჯერ მანძილით საკმაოდ შორია, მე ავიღოთ ის რომ რეალურად ვიზა გჭირდება, მესამე ის რომ წამოსვლამდე ერთი დღით ადრე გაიცანი ადამიანი, მეოთხე ის რომ არაფერზე, არა ვიზზე, არანაირ ურთიერთობაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. ამის ძალიან ბევრი მიზეზი მქონდა. ასე რომ არაფერზე არ მიფიქრე, მართლა არაფერზე არ მიფიქრია. ჩამოვედი საქართველოში, ჩემს საქმეებს მივყევი, ძალიან ბევრი საქმე მქონდა დაგროვებული თან ამ პერიოდის განმავლობაში დავბრუნდი ჩემს სამსახურს და ჩვენი მიმოწერა იყო ხანდახან ეს არ იყო ხშირი მიმოწერა, ჩემი მხრიდანაც ფერხდებოდა რაღაც კუთხით, იმიტომ რომ არ მინდოდა რაღაც სრულ წარმოდგენები მქონოდა და თვითონ იცი რა არის ბრიტანელი ბიჭები როგორები არიან, ალბათ ჩემი გადმოსახედიდან, აი ზედმეტად თუ კი გრძნობენ რომ შეგან რაღაც ფერხდება, ზედმეტად არ ცდილობენ რომ შეგაწუხონ რაღაც დოზით ერთხელ ორჯერ სამჯერ, მაგრამ მე სადღაც შერდებენ და მე მგონი რომ სანს სწორია, ერთხელ და ორჯერ მაინც უნდა სადანაყოთ. I feel shy when you're here. You should feel shy. You should feel shy to all of the people on the internet who you're speaking to. Why should I feel? I'm gossiping with girls. Is that how it works? Do you want to sit or what? 14 minutes. Oh, Rory, it needs to be cut. Beautiful. Okay. დაახლოებით უკვე კოვიდის პერიოდი დაიწყო, ისე მოხდა, რომ მე საქართველოში ჩემი მეგობრის სოფელში გავიჭედე. ჩავრჩი რა მოკლედ ერთი თვის განმავლობაში სოფელში კოვიდის დროს და ვიცი ძალიან ბევრი ძალიან ცუდად გადაიტანა ეს პერიოდი, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პერიოდი იყო ალბათ, იმიტომ რომ ფერმაში ვუვლიდი ქათმებს, ჯონჯორის გაკეთებაში დავეხმარე ჩემს მეგობრებს, დავთესი მოკლედ ასასნაირ რაღაც და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ეს ყველაფერი ჩემთვის და ამ ყველაფერს და ამ პერიოდში დამთხვა ისე რომ რორი დედამისთან დაბრუნდა ფერმაში. კვლავ მუშაობდა, სხვა შორის ეგ არ მithქვამს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა მაგ პერიოდში. საკმაოდ კარგ თანამდებობაზე, უბრალოდ რადგან დისტანციურად გადავიდნენ, ახლა რატო გაჩერდებოდა ლონდონში, ამიტომ წავიდა დედამისთან ფერმაში და ეს ძალიან საინტერესო დამთხვა, იმიტომ რომ მეც რაღაც ფერმაში ვიყავ, ესეც ფერმაში და რაღაც ის გოჭების ფოტოებს მიზიარებდა მე ქათმების და ასე, ესეც არ იყო ძალიან აქტიური კომუნიკაცია მათ. იმიტომ რომ მე რაღაცა არ ვთვლით რომ რამე შეიძლება აქნა გამოსულიყო. საკმაოდ ისეთი ტიპაში ვარ მიწაზე რომ მყარად დგანან ასეთ საკითხებში თან 25 წლის ვიყავი ამ დროს და ასე გამოცდილი ურთიერთობებში ნამდვილად არ ყოფილი ვარ საერთოდ ერთ-ერთხელ მქონდა ურთიერთობა და ძალიან ვფრთხილობდი ყველანაირად. როდის მივხვდი რომ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის რორი და რორისთან კომუნიკაცია, ბებიაჩემი გარდაიცვალა რამდენიმე თვეში და მისი მოწერილი წერილი, სადაც მისამძიმებდა, მივხვდი რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და აი მანდ გავაცნობი რომ რაღაც ნამდვილად ხდებოდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პერიოდის განმავლობაში შემდგომ უკვე გქონდა ვიდეო კოლი. რამდენიმეჯერ დავლაპარაკეთ ერთმანეთს და როდის შევთავაზე რომ ერთმანეთთვის მიგვეწერა წერილები, ხელნაწერი წერილები. მე ძალიან მომწონს ზოგადად დიდ ბრიტანეთში ეს ტრადიცია, რაც აქვთ ერთმანეთს რომ ხშირად წერენ ხოლმე და რაღაცებს რო ულოცავენ, ძირითადად ეს ხდება ხოლმე პოსტით და საოცრებაა ჩემს, მაგრამ ეს სასიყვარულო წერილებს დიდად არ წერენ ჩემი აზრით უკვე.
ხო და მეთქი მე ძალიან მინდა არასდროს არ გამომიცდი ეს წერილების მიმოწერა ჩვენთან არ ხდება თქო და კარგია ოღონდ ახლა გაითვალისწინეთ რომ ეს არის მაინც გაგანია კოვიდის პერიოდი ამიტომაც ჩვენი წერილები ერთი თვის მერე ჩადიოდა ერთმანეთთან და ამ ერთში უკვე იმდენი რაღაც იყო მომხდარი და იმდენად პროგრესირებული იყო უკვე ჩვენი ურთიერთობა ყვავილები გამომიგზავნა ერთხელ და მახსოვს ძალიან გამიხარდა ზოგადად რორი არ არის ძალიან რომანტიკული ადამიანი და არც მე ვარ ამიტომაც აი ეს პატარ-პატარები ხანდახან როდესაც ყველაზე მეტად არ ველოდი მსგავსი ქცევა ჩემზე ძალიან დადებით შავჭრებას ახდენდა. ნუ რაღაც პერიოდის მერე უკვე წლის ბოლოს რო ვახლოვდებოდით და უკვე მივხვდით რომ რაღაცა მართლა საინტერესო ხდებოდა ჩვენ თავს და გვაინტერესებდა ერთმანეთის ნახვა, იმიტომ რომ ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შევხვდით, ვიფიქრეთ რომ შევხვდებოდით, მაგრამ ნუ კოვიდი, ჩაკეტილობა, საქართველოს და დიდი ბრიტანეთის სხვათა შორის მაშინ წითელი სია რქვა მე მგონი ხო, წითელ სიაში ვიყავით მოხვედრილები, შესაბამისად ეს ნამდვილად ვერ მოხერხდებოდა. და დაახლოებით ახალი წლის პერიოდში უკვე გადაწყვიტა რომ ნამდვილად ძალიან უნდა რომ ჩამოსულიყო. მოკლედ საბოლოო ჯამში მოახერხა რომ ჩამოსულიყო საქართველოში ჩვენი შეხვედრიდან წელიწადი და 3 თვის შემდეგ. არა. წელიწადი და თითქმის 5 თვის შემდეგ, რა 3 თვე. ხო, მაისში ჩამოვიდა 2021 წლის მაისში. ჩვენ შეხვედრა ძალიან სადაცილო იყო, რაც პატარა ვიდეო მონაკვეთი სხვა შორის მიდევს, ასევე ჩემს ინგლისურენოვან TikTok-ზე. ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ადამიანს შეხვდით წელიწად ნახევრის წინ. მისდამი გაგვთ სიმპათიები კი არა გიყვართ უკვე რა, ანუ ყველანაირ ჩემნი ადამიანი იყო, მართლა მაგას გრძნობდი, მაგრამ მაინც სადღაც ხო გაქვს შეგრძნება რომ ეს ადამიანი ხო უცხოა მაინც ხე ერთხელ შეხვდი. კაი, ბოლო პერიოდია ყოველდღიური კომუნიკაცია გაგვს, ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცებს უზიარებთ, მაგრამ მაინც ხო არ იცი რა როგორი შეგრძნება გქონდა, როცა რეალურად ნახავ. და მახსოვს ჩამოფრინდა 13 მაისი იყო. და ჩემო მეგობარმა წამიყვანა აეროპორტში და აი რო ვნახე და რო ჩავეხუტე იქამდე ხო ძალიან ისე ვიყავით კი წამიყვალი უკან არ მინდა და აი რო ჩავეხუტე ერთმანეთს მივხვდი რომ კი ნამდვილად ეს იყო და ძალიან გამემართლა იმიტომ რომ როგორ შეიძლება აი ამ ხელა სამყაროში ნახო შენაირი შენთვის შექმნილი ადამიანი მე ფიქრობ ძალიან დიდი გამართლება იყო და ხანდახან როცა ვიხსენებ ამ ჩემს ისტორიას არც მჯერა ხოლმე, იმიტომ რომ კი რაღაცნაირად ფილმებში და წიგნებში ხდება ხოლმე ასეთი ამბები ძირითადად, ხო? ხო, მოკლედ საბოლოო ჯამში ასე გამოვიდა, რორიც არის ცოტა რორი მას რამდენი ხნით გაჩერდებოდა, მაგრამ მანაც იგრძნო რომ მე ვიყავი და პირველივე ჩამოსულზე დაახლოებით 2 თვე გაჩერდა საქართველოში. შემდეგ უკვე მიდიოდა, მოდიოდა და აი ბოლოს უკვე ძირითადად საქართველოში იყო. საქართველოში ვემთხოვა ხელი, ჩემთვის ძალიან საყვარელ ადგილას, ოკაცეს კანიონზე, ორივე ძალიან გვიყვარს ეს ადგილი და დავქორწინდით 2024 წლის 1 ივნისს და 2025 წლის 20 აპრილს ჩვენი მაქსიმე დაიბადა. ისიც მინდა გითხრათ, რომ ქორწილი ჩემთვის მართლა საოცარი დღე იყო, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალით სავსე და რორი რო განსაკუთრებული ადამიანი, ალბათ ერთი დეტალი, რაც მახსენდება ქორწილიდან არის ის, რომ ძალიან დამაგვიანდა, აი უზომო დამაგვიანდა ქორწილში. და მე მგონია რომ ბევრი მამაკაცი არ ვიცი შეიძლება მოვცდები, მაგრამ მგონია რომ აი ამ დროს გოგოს დაწაფავდა, აი სათხარ და რაღაცა ითებდა რორი იყო და მე რომელიც მამშვიდებდა, წერდა რომ არაფერია და ასე შემდეგ არა და იქ ხალხი ისე ხელავდა, იმიტომ რომ ინგლისელების დაგველება ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ხდება, რაღაც ხარ გადაიფიქრე პატარა წალმა ხარ რორი ისე გაროფიქრე, მაგრამ მე მომბობს ხო მასტუმრებმა ხო მსგავსი რაღაც შეიძლება იფიქრეს და აი ეს პატარა დეტალიც როგორ მამშვიდებდა და ჩემს
კარგად ყოფნაზე იყო ორიენტირებული იმ პერიოდში, როდესაც თავადაც ძალიან ღელავდა და არ იცოდა რა ითქვა ადამიანებისთვის იმყოფთათვის, იყო იმის ფიქრის საფუძველი, რომ ეს ადამიანი ნამდვილად სწორი არჩევანია, ეს არის ადამიანი, რომელიც დისკომფორტს არ დამიმატებს ხოლმე, როგორც მინიმუმ და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. კი, რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ იმას, რომ საერთოდ არ ვკამათობთ, ჩვენ ვკამათობთ ხოლმე. პირველ წლების განმავლობაში თითქმის არასდროს არ გვიკამათია, ალბათ პირველი 3 წლის განმავლობაში ორჯერ გვექნებოდა ნაკამათები, მაგრამ ბავშვი რაც გაჩნდა და გადაღლილობა და სტრესი და ასე შემდეგ, ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, ძირითადად ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე გვაქვს ხოლმე უთანხმოება, თუმცა ეს ყველაფერი ვიცი რომ ძალიან ნორმალურია. რა თქმა უნდა, არ არის ხშირი და ზოგადად მგონია, რომ მნიშვნელოვანია ის ადამიანი, რომელსაც ირჩევთ თქვენს თანამგზავრად, მუდმივ კონფლიქტში არ იყოს თქვენთან, იმიტომ რომ ალბათ მაგ დროს რაღაც ნამდვილად არასწორია. ახლა როგორ შეიძლება ვერაფერში ვერ ეწყობოდეთ ადამიანები ერთმანეთს, როგორ შეიძლება ნებისმიერ რაღაცაზე კამათობდეთ, ან ნებისმიერ რაღაც იწვევდეს თქვენში უთანხმოებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემთხოვდეს ღირებულებები, შეხედულებები ბევრ რამეში ერთმანეთს, თუმცა ყველაფერში რომ ვერ დაემთხვა, მე მგონი ეს ნორმაა. მე ნორმა მგონია. არაფერსაც არ გამოვრიცავ ცხოვრებაში. აქვე საკმაოდ მყარად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავს ძალიან კარგად გრძნობ და მგონია, რომ სწორედ ის ადამიანი იყოს გვერდში, როგორის ატანის შესაძლებლობაც მქონდა, იმიტომ რომ მე საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს, არ მაქვს ესეთი მარტივი ხასიათი, მეცვლება, ბევრი რაღაცა მბეზრდება და ასე შემდეგ. ხელი დამბუშდა. მოკლედ გოგოებო, მინდა გითხრათ, რომ არასდროს არ არის გვიანი, ყოველთვის შეიძლება რომ ნახოთ სწორი ადამიანი და ყოველთვის ჯობია რომ ნახოთ სწორი ადამიანი ვიღაც არასწორთან დროებით ყოფნას. პირადად მე რორი ჩემ ცხოვრებაში ვარ გამოჩენილიყო, მართლა მეჩვენა რომ ყოფილიყავი მარტო, აბსოლუტურად მარტო და მე საკუთარ თავთან იმდენად დიდი კომფორტი მაქვს, იმდენად დიდი ჰარმონია მაქვს, რომ საჭიროებას არ განვიცდი, რომ დამატებით ვიღაც ადამიანი მყავდეს. უბრალოდ მე გამიმართლა, ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა რორი და რაღაცნაირად შევავსეთ ერთმანეთს და შეავსო ის რაღაც, რაც ალბათ მთელი ცხოვრება მაგალდა. მაგრამ იმას ვამბობ, რომ კაცის გარეშე ყოფნა ზოგადად ტრაგედია არ არის და თუ კი თქვენ გვერდით არის ადამიანი, რომელიც არის ტოქსიკური, რომელთანაც მუდმივი კამათი გაქვთ, რომელსაც თქვენი არაფერი არ მოსწონს, რომელიც მხართ არაფერში არ გიჭერთ, ეგეთ ადამიანთან ყოფნას ჯობია უბრალოდ არავისთან არ იყოთ. მე ასე ვფიქრობ და ასე მწამს. მე არ ვიცი ამ ვიდეოს განმავლობაში სულ რატო ჩურჩულებდი, იმიტომ რომ მაქსიმ ესინოს მე მგონი მეორე თაღში და ალბათ ეგაა მიზეზი. ჩემი ჩაიც გაცივდა. თუ კი რაიმე კითხვა გექნებათ, მე მგონი ეს სიუცეა ჩემთვის ყველაზე კომფორტული, რომ ამ თემებზე ვისაუბრო, პირად თემებზე. გამიზიარეთ კომენტარებში და ვეცდები რომ გიპასუხოთ. აბა, კარგად.